მარშალ მაკლუენის გლობალური სოფელი. ტერმინი გლობალური სოფელი მარშალ მაკლუენმა გამოიგონა. ამ ტერმინს ის ფართოდ იყენებს თავის წიგნებში გუტენბერგის გალაქტიკა ბეჭდვითი კულტურის ადამიანის შექმნა და მედიის გაგება, ახალშექმნილი სამკომუნიკაციო და შესაბამისად კულტურული სიტუაციის აღსაწერად. მაკლუენის აზრით, კავშირის ელექტრონული საშუალებების წყალობით, დედამიწა სოფლის ზომებამდე შემცირდება. შესაძლებელი გახდა ინფორმაციის წამებში გადაცემა ნებისმიერი კონტინენტიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მარშალ მაკლუენი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. ფილოსოფოსი, ფილოლოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, კომუნიკაციური საშუალებების ეკოლოგი და კომუნიკაციების საშუალებით არტეფაქტების ზემოქმედების თეორეტიკოსი. დღესაც აქტუალურია მისი სწავლება. მან პირველმა გააანალიზა ელექტრონული მედია და დასაბამი დაუდო მაკლუენის მასობრივი კომუნიკაციების შესწავლის ახლებრივ მიმდინარეობას. პოპულარული პრესა მაკლუენს ექსცენტრიულ ინტელექტუალს უწოდებდა. ეს ადრე იყო. დღეს კი მაკლუენს, ვინც ათეულობით წლით ადრე იწინასწარმეტყველა გლობალური ქსელი და მასთან დაკავშირებული ამბები, ზოგი წინასწარმეტყველსაც უწოდებს და ინტერნეტის ზეობის ეპოქაში უფრო აქტუალური ჩანს. მაკლუენის ერთ-ერთი ძირითადი იდეა ის არის, რომ ცალკეული ელექტრონული მედიუმი გავლენას ახდენს საზოგადოებრივ პროცესზე, არა მისი საშუალებით მიწედებული გზავნილის წყალობით, არამედ თავისი სპეციფიური მახასიათებლით. ნამდვილი მესიჯი თვით მედიუმია, რადგან მედიუმის მიერ ცალკეულ ადამიანსა თუ მთლიანად საზოგადოებაზე მოხდენილი ეფექტი დამოკიდებულია იმ მორიგ ზღვარზე, რომელსაც ესა თუ ის ახალი ტექნოლოგია გვთავაზობს. ამბობდა მაკლუენი. შესაბამისად, თუ კი გზავნილის მატარებელი თავად მედიუმია და არა ამა თუ იმ მედიუმის საშუალებით გადმოცემული გზავნილი, მთავარი თეორია შეიძლება მიესადაგებოდეს პოლიტიკური კომუნიკაციების სფეროსაც, ხოლო მოქმედი პოლიტიკოსის ინტერესებშია მოახდინოს საკუთარი საკომუნიკაციო ტექნიკის ადაპტირება მედია სივრცისადმი. ამ მხრივ მაკლუენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ტელევიზიას და მიიჩნევდა, რომ პოლიტიკოსი, რომელი პარტიიდანაც არ უნდა ყოფილიყო და რა მიზნებიც არ უნდა დაესახა, არნახულ წარმატებას მიაღწევდა თუ კი ზუსტად ჩაწვდებოდა ტელევიზიის არს. ფილოსოფიის აზრით ელექტრონული მედიის საბაზისო თვისება ის არის, რომ ისინი, ანუ ელექტრონული მედიუმთა კრებული, დაუნდობლად ცვლიან გრძნობათა თანაფარდობას და ამრიგად გარდაქმნიან ხოლმე ჩვენს ღირებულებებს და ფასეულობებს. სავა სიტყვებით რომ თქვათ, მაკლუენი ხას უსვამდა ტელევიზიის ემოციურ საწყისს, დანახულის მყისიერ ეფექტს, გარეგნული მხარების უპირატესობას შინაარსობრივზე და ეს ყოველივე, მისი თქმით, იმთავითვე ხელს უწყობდა ქარიზმატული მკაფიო იდენტობის მქონე პოლიტიკოსის აღზევებას. კომუნიკაციის საშუალებათა სიაში მაკლუენი აერთიანებს ელექტრობას, ზეპირმეტყველებას, წერას, გაზეთებს, ციფრებს, ტანსაცმელს, საცხოვრებელს, ქალაქს, ფულს, საათს, წიგნს, რეკლამას, სატრანსპორტო საშუალებებს, თამაშებს, იარაღს და მთელ ამ მრავალფეროვნებას ის საერთო სახელს, ტექნოლოგიას, ანუ შუამავალს უწოდებს. მათი გამოყენება არსებით ცვლილებებს ახდენს გარემომცველ როგორც ბუნებრივ, ისე სოციალურ სამყაროსთან, ადამიანის კომუნიკაციაში და ცვლის მის მიერ გარემოს აღქმას, მისი ცხოვრების სტილს. დღეს მეტაფორა გლობალურ სოფელს უმთავრესად ინტერნეტის აღწერისას იყენებენ. ინტერნეტი ცვლის არა მხოლოდ მანძილს და დროის ცნებას, არამედ აახლოებს კულტურებს, სოფლმხედველობას, ტრადიციებს და ფასეულობებს. ონლაინ ინფორმაციის სიჩქარის სრულყოფის წყალობით ადამიანებს უფრო სწრაფად შეუძლიათ ინფორმაციის წაკითხვა და გავრცელება, აზრის გამოთქმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაკლუენს მიაჩნია, რომ ეს პროცესები აიძულებს ადამიანს ერთმანეთის საქმეებში ისე მიიღონ მონაწილეობა, თითქოს ეს მათი ცხოვრება იყოს. კავშირის ელექტრონული საშუალებებით ადამიანები ისე ამყარებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, თითქოს ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ნებით თუ უნებურად, სულ უფრო მეტად იჭრებიან ერთმანეთის ცხოვრებაში. კომუნიკაციის ეს ფორმა აყალიბებს ახალ სოციალურ სტრუქტურას კულტურის არსებული კონტექსტის ფარგლებში.
მაკლუენის აზრით, ბეჭდვითი კულტურა ხელს უწყობს ნაციონალიზმისა და ინდივიდუალიზმის განვითარებას. წიგნები, გაზეთები და ჟურნალები სხვადასხვა ენაზე გამოიცემა, მაშინ როცა ელექტრონული მედია და უპირველეს ყოვლისა ტელევიზია სამყაროს ერთ გლობალურ სოფლად აქცევს. ამასთან ბეჭდვითი კულტურა ხელს უწყობს ადამიანთა უთანასწორობას. ღარიბებსა და წერა-კითხვის უცოდინრებს ხელი არ მიუწვდებათ კულტურულ ფასეულობებზე. ისინი შესაძლოა არათუ ლიდერები, არამედ კონკრეტული სფეროს პროფესიონალებიც კი ვერ გახსნენ. ავტორი ამტკიცებს, რომ ბეჭდვის გამოგონებასთან ერთად გაქრა ზეპირი ნარატიული კულტურა, დევალვაცია განიცადა მთხრობელის ოსტატობა, საზოგადოებაში გაძლიერდა ინდივიდუალიზმი, რადგან წიგნი და გაზეთი ადამიანებისგან ურთიერთობას არ მოითხოვს. ფერების გასაუქმებლად ის ამტკიცებს, რომ ბეჭდვის გავრცელებამ ხელი შეუწყო ზეპირი კულტურის, ორატორული ხელოვნების, კოლექტიური დისკუსიისა და ურთიერთობის დონის დაცემას.